პროექტის ბოლო 51 გადაცემა. ჯერ როდის ისაუბრა ამაზე ვაჟა-ფშაველამ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი, შენ ვერ იქნები პატრიოტი, თუ შენ კოსმოპოლიტი არ ხარ. 35 წელია ხართ პედაგოგი, რა ისწავლეთ მოსწავლეებისგან, რა გაკვეთილი ჩაგიტარეს მათ? ლეილა, მას მართლა ვერ მიცანით? ეს იყო ჩემი მერაბ დვალიშვილი. როგორი მოსწავლე იყო მაშინ მერაბ დვალიშვილი? კარგი, წყნარი მშვიდი. ესენი იზრდებიან, მართვეები არწივებად გარდაიქმნებიან და ფრთების ტყლაშუნით გადაევლებიან მთელს დედამიწას. სად გამოანათებენ, არ ვიცით ჩვენ, ხო? მერე კი არ უნდა შევხვცეს ჩვენი სიტყვების. მოვა აქ ვიღაცა და დამიდგება და მეტყვის. აი მე ვარ ბედნიერი. ეს მაქვს, ის მაქვს, ის მაქვს, მატერიალი კეთილდღეობა. ის ან ფსიქიურად ვერ არის რო ყოფილი. ან ვერ ხვდება რა ხდება ქვეყანაზე. ეს რა დაგმართია თერგო. სადაც წასუხარ იქაური ქუდი რომ დაგიხურავს. მე ისე დავდივარ ქუჩაში, თითქოს თეატრში მივდივარ. ჩვენ არ ყოფნიდან მოვედით და ვნახეთ ყოფა რაც არის. აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა თითქოს არის და არც არის. დიდი განხეთქილება შეინიშნება ემიგრანტებსა და იქ სამშობლოში ადგილის დედაზე დარჩენილ ქართველობას შორის და ნუ ვიზამთ ამას. აქ არა ვართ წამოსული გასართობად, სათამაშოდ, მატყლის აწეწად და ბუმბულის სარჩევად არა ვართ აქ წამოსული. თორე ვის ქონდა ორი თავი და ვის შეუშვერდა სიკვდილს, თავს, ხიდი იყო საუცილებლად.